ახლა კი პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს, პირდაპირ ეთერში ვთავთ შალვა პაპუაშვილს. საქართველოსთან ვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრის განცხადებას როგორ ხედავთ? ხო, შემაშფოთებელია, როდესაც არის ცდილობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხები. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმის მეტი გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით და კონსერვატორული ხაზზე დაждომის მცდელობა. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ როგორ იოლად წირავენ ქართველ ხალხს ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. მოყვანა იმასთან დაკავშირებით თითქოს ქართველები რაღაცას აშავებენ პოლონეთში ან ბევრი არიან და ასე შემდეგ არასერიოზული არის. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე გარწმუნებთ, რომ ნახავთ მათ შორის პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც რაოდენობრივად მათ შორის სხვადასხვა დარღვევებიდან გამომდინარე სტატისტიკურად უფრო მეტია. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ქართული ხალხის მიმართ არაკეთილსინდისერის დამოკიდებულებას და შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები, შეგახსენებთ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებს, სადაც დონალდ ტუსკი თავად როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა წაგვიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, კრიმინალის, წამების სისტემის შექმნილი ადამიანის წერილი წაგვიკითხა და ცალკე გახსოვთ მისთვის გამოყოფილი ცარიელი სკამი, რომელიც დონალდ ტუსკმა გამოყო მისთვის და გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის დღესაც წამების რეკეტის სისტემის შექმნას სააკაშვილს უწოდებს მოდერნიზატორს და სამაგალითო დემოკრატს. ევროკავშირის ელჩმაც იგივე თემაზე ჩაგეკითხებით, ბატონო შალვა, ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა კომენტარი, რომ ის განიხილება, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ დიდ პასპორტებს შეეხება და ხელისუფლების ქმედებებზე. რაც შეეხება დიდ პასპორტებს და ევროკავშირის ელჩის განცხადებას, კარგი იქნება თუ იტყვის 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლითაც დიდ პასპორტებზე უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა, რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. კიდევ ერთხელ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოს და ევროკავშირის შორის დაიდო დიპლომატთა და სამსახურებო პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე დაარღვია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაკეთილსინდისერის დამოკიდებულებას ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომელიც მათ აქვს ქართველი ხალხის მიმართ. შეიძლება გასახლა ეფექტიზი და ის გამოც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში. თანაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ამ პროექტის პოლონეთი და მისი გავლენა ალბათ კიდევ სხვა მასშტაბით იზრდება. ხო, ამის გაფორმება. შეიძლება გამოვისყოთ, რომ საქართველოს მოპოვებისთვის ფედერალიზაციის პროცესი არ გაჩერდება და თუ მაინც გაჩერდება, ეს სახელმწიფო გამოვისყოთ, იმიტომ რომ პროცესი სხვა ქვეყნების თუ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერ ქცევას ვხედავთ და მათ შორის მაგალითად მოვიყვან ახლა საქართველოს და ევროკავშირის შორის 2010 წელს დადებული ხელშეკრულება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც დაარღვია ევროკავშირმა. რაც შეეხება დემოკრატიულობის შეფასებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროკავშირმა 2010 წელს სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმის ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის. ქართველი ხალხი შემდეგ ქართულ ხალხს გვალოდინეს კიდევ 7 წელი ამის შემდეგ. 2017 წელს ხალხისთვის ჩვენთვის გახდა უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართულეთმა მოვიდა ხელისუფლებაში და იმუშავა იმისთვის, რომ ხალხს მიეღო უვიზო მიმოსვლა. და შეგახსენებთ, რომ აქაც სააკაშვილის ელიტა გიორგი კანდელაკი, რომელსაც ჯიბეში ედო დიპლომატიური პასპორტი 2000
15-16-17 წლებში, როდესაც უვიზო მიმოსვლის საკითხიც წევა და ხალხი ჯიბეში ედო უვიზო მიმოსვლისთვის პასპორტი დიპლომატიური და ბრიუსელში დადიოდა ოთახიდან ოთახამდე და ეუბნებოდა ევროკავშირის სხვადასხვა თანამშრომლებს თუ წარმომადგენლებს, რომ ქართული ხალხისთვის არ მიეცათ უვიზო მიმოსვლის. ანუ თვითონ ქონდა კანდელაკს და ნაციონალურ მოძრაობის წევრებს, თვითონ ქონდათ უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტი და ხალხისთვის ენანებოდათ ეს და კიდევ რაც შეეხება კიდევ ერთხელ ამ შეფასებებს 2010 წელს დიქტატორულ რეჟიმს მისცეს, ასე რომ რა თქმა უნდა ახლა საუბარი იმაზე თითქოს ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ეს არის ყურით მოტანილი არგუმენტი, რომელსაც რა თქმა უნდა თან საფუძველიც არ აქვს. ჩახედონ ნებისმიერ შედარებას, მათ შორის პოლონეთთან შედარებას რიგ ასპექტებში საქართველოს რომ უსწრებს პოლონეთსაც მაგალითად. ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. ნუ ეხლა რა გითხრათ პოლონეთის, ან კიდევ ერთხელ პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების პოზიცია არის, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე საგარეო მინისტრის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა. აი, მოყურეთ არა, უყურეთ შესაბამისად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ვნახეთ გარეთ ჩარევი, მისთვის ქართული ოცნება ჩამოეცილებინათ გარედან ხელისუფლებიდან და მოეყვანათ დაებრუნებინათ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ასე ვთქვათ გარემოცვა დაებრუნებინათ ხელისუფლებაში. დამარცხდნენ ისინი, ვინც გარედან ცდილობდნენ ქართული ხალხის ნების წართმევას და ეს არის პოლიტიკური ვენდეტა ქართული ხალხის წინააღმდეგ ახლა, იმიტომ რომ დამარცხდნენ არჩევნებში. ეს პრობლემა არ შეიქმნა. რას და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე გამუდმებით არის საუბარი. რას აკეთებს ქართული ოცნება, რომ ეს საფრთხე რეალობად არ იქცეს. ეს ერთი კითხვა. აი თქვენ რას აკეთებთ, რომ ეს ყველაფერი მართლა არ ხდეს. კიდევ ერთხელ სხვების კეთილსინდისიერებაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. არაკეთილსინდისიერებას ხედავთ 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია ევროკავშირმა, როდესაც პასპორტებისთვის გასცა რეკომენდაცია უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ვამხელთ და ვითხოვთ პასუხებს და ხედავთ თუ პასუხები არ არის. თუ არა და აგერ ევროკავშირის ელჩი და გასცეს ეს პასუხი. 2010 წლის ხელშეკრულება არსებობს ქვეყნებს შორის, ესე ხო არ არის. თვითნებობა ქვია, როდესაც ადამიანი ხელშეკრულებას არღვევს კერძო ურთიერთობაში. ხელშეკრულებაში წერია როგორც პირობები, ისე ხელშეკრულებიდან გასვლის პირობებიც წერია. ამ ხელშეკრულებაში წერია ეს პირობები და დაგვისახელონ რომელი მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გაწყვეტილება. ხალხს რას ეუბნებით, რომლებსაც ჭირდებათ ევროკავშირი და ეს ვიზები, მაგალითად, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მუშაობისთვის და ასე შემდეგ. ეს კითხეთ დონალდ ტუსკს რას ეუბნება? ეს კითხეთ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, ეს კითხეთ ევროკავშირის ელჩს, რას ერჩიან ქართულ ხალხს. ეს კითხეთ პოლონეთის ელჩს კითხეთ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის, რატომ უნდათ ქართული ხალხის გამოყენება და რას ერჩიან ქართულ ხალხს. თქვენსავე განცხადებაზე მინდა გითხრათ, რომელიც თქვენ გააკეთეთ გუშინ ჩვენს ეთნოგრაფ კონკრეტული საერთაშორისო პროგრამის სისხლისა და სიძულვილის კამპანიის ახალისება პასუხებს არ მიმართულებით. საზოგადოების მოხდარამდე მნიშვნელოვანი შეურაცხყოფა იყოს გამოჩენილი. ჩვენ თუ დავაკვირდეთ იმას, თუ ვისგან მოდის ეს ზიზღის კამპანია და მოდის იმ NGO-ებისგან, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, თუ დავაკვირდებით იმას, რომ რეაქცია არის ნული, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აშკარა არის უკვე და ცხადია, რომ ეს ზიზღის კამპანია გამართლებული, წაქეზებული და დაფინანსებული არის გარედან. ამ შემთხვევაში ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის სხვადასხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან. ქონდა შესაძლებლობა და შანსი ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას, მან ეს შანსი არ გამოიყენა, შესაბამისად ის დადგა სიძულვილის და ძალადობის მხარეს. ამიტომ ეს დღეს უკვე მოცემულობა არის, რომ ეს ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოში არის, ეს ძალადობა და პროპაგანდა ფინანსდება მათ შორის ევროკავშირის საელჩოდან. ახლა ერთადერთი რასაც უნდა მივაყენოთ ის, რომ მოვითხოვოთ, რომ შეწყდეს ძალადობის და სიძულვილის გამართლება და დაფინანსება ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. მათ შორის როგორ რეაგირდნენ ისინი მაგალითად არჩევნების პერიოდში, ასე როგორ დაფინანსებდნენ ეს ხო, ნუ ბრიტანეთის
გააკეთოთ მერე განმეორება. ხო, ბრიტანეთის საელჩოს მე მგონი გუშინ ფიქრობდა რომ რაღაც ჩაქუჩი დაარტყავდა, მაგრამ თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი საბოლოო ჯამში, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში. აღმოჩნდა რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი ტაბულა. აღმოჩნდა რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ნაციონალური მოძრაობის 5 ნომერი რო იქნება ორგანიზაციაში, იმას ვაფინანსებდა ქართულ ხალხს ეუბნები, რომ იცით რა ეს არჩევნების დაკვირვებისთვის არისო. კიდევ ერთხელ ახლა შტერი ვგონი ვართ, მე მგონი, აი ბრიტანეთის ელჩს, ოდესაც ის თვლის, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი ტაბულას დაფინანსება არის მედიის დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსება და მეორე შტერიგონია ალბათ ქართველი ხალხი თუ კი ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს რომ NGO მომავლის აკადემია თუ რაღაც ასე ქვია, მისი დაფინანსება, რომლის ლიდერები არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ასე შემდეგ, პარტიული ხალხი, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ ამ ორგანიზაციის დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაღაცა მზადებს. ყველა შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც სულ ყველა მუშაობს იმისთვის, რომ ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები. როგორც ტაბულა და მის უკანდგომი პოლიტიკური პარტია, ისევე აკადემია ეგრეთ წოდებული მომავლის და მის უკანდგომი პოლიტიკური პარტია, ანუ ის გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები და ამ ხალხისთვის ფულის მიცემა სურს ბრიტანეთის ელჩს. ნუ ეხლა არ ვიცი, ამაზე მეტი მავნებლობა რა შეიძლება ადამიანმა განაცხადოს, არ ვიცი მე რომელიმე ქვეყანაში. თქვა ესეთი რამ, რომ ჩემი პლატფორმა და სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაო განსხვავდება აბსოლუტურად ერთმანეთისგან, რომ საზოგადოებას გაცხადება გაიგო და თქვენ მათანახმიერებაც მათ შორის ისე რომ რაღაცნაირად ახლა კონკურენტები ხდებიან, ვინ იქნება ლიდერი ოპოზიციისთვის და ეხლა არის კითხვა, ვინ სად გადანაწილდება, რადგან რომელი პლატფორმის წევრი გახდება. თვითმმართველობისთვის მათ ჩანსებს როგორ უყურებთ და ოპოზიციის დამოკიდებულებას საერთოდ, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებზე არის აი ოპოზიციამ ვერ გაიგონებიათ პრაქტიკაზე ზურაბიშვილთან და ისეთი აი როგორც აღნიშნეს პარტიულობისთან და რა ხდება ეხლა ოპოზიციაში ისეც რომ ხდება ისაც ყოველთვის ხდებოდა არანაირი ლიდერი ოპოზიციას არ ყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ. გარედან იმართება სრულად, მარიონეტები არიან სრულად იმისა თუ რას ეთქვიან. გარედან მათ ქცევასთან დაკავშირებით არანაირი საკუთარი ნება მათ არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე შესაბამისად მათ საუბრიდან გამომდინარე კომენტარის გაკეთება რთული არის, ვინაიდან მნიშვნელოვანი ჩვენ დავაკვირდეთ რა საუბრობენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა დონორები, ვინაიდან ისინი წყვეტენ მათ პოლიტიკურ დღისწესს. ამ კანონში კონკრეტულ პროგრამებს აღარ დარჩება მთავრობის თანხმობა. ზოგადად რომ შევაფასოთ, რაკი გახდა საჭირო ამ კანონის ცვლილება და რას აძლევს ქვეყანას ეს ცვლილებები? ხო, არის გარკვეული პროგრამები, რომლის დანერგვაც ხდება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იმთავითვე. აქედან გამომდინარე, დამატებითი თანხმობები შეიძლება არ იყოს საჭირო, მაგალითად, როგორიც არის ჰორიზონტი ევროპა, ან კრეატიული შემოქმედებითი ევროპა და ასე შემდეგ, რომელიც შეთანხმებით იწყება და მიმდინარეობს, ანუ იქ აპრიორი თავიდანვე არის ჩადებული, აქედან გამომდინარე მათ შორის ბიუროკრატიული დამატებითი ზედმეტი არასაჭირო ბარიერების თავიდან მოსაცილებლად იქნა გამონაკლისები დაშვებული. კიდევ ერთხელ ჩვენ გვაჩვენა მათ შორის აი ბრიტანეთის საელჩოს გუშინდელმა გადაწყვეტილება თუ როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ეს კანონი. ის რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს ხო ერთამეს გვაჩვენებს, რომ აქამდე, იმიტომ რომ ეხლა თანხმობა ჭირდებოდა. აქამდე თანხმობა არ ჭირდება, გამოდის რომ დიდი ალბათობით ის ასე ვთქვათ საჯაროების გარეშე აფინანსებდა ამ პროპაგანდას და რადიკალიზმს. და ახლა კითხვა არის, ერთადერთი კითხვა არის დღეს ბრიტანეთის საელჩოს მიმართ გაასაჯაროონ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვის რამდენით აფინანსებდნენ. იმიტომ მათ უკვე მან თავად ამხილეს საკუთარი თავი, რომ თუკი ახლა აპირებდნენ პროპაგანდის დაფინანსებას და რადიკალიზმის დაფინანსებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას, დიდი ალბათობით 2004 წლის წელშიც მათი დაფინანსება
პროპაგანდაში და რადიკალიზმში.